ჭორებია რა, ეგეთი თემაა რა, 50 წლის მერე აი რა ლაზერი მაგი აღარ გიჩვენის რა, მაინც არა ეხა რა დროს ლაზერია დააგვიანე რა, ეგეთი თემებია. არასწორია, იმიტომ რომ ლაზერული კორექციის ზედა ზღვარი პრაქტიკულად არ არსებობს. დღევანდელ დღეს ლაზერულ კორექცია შესაძლოა გააკეთეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა აქ აი ის ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია ლინზის გამოცვლაზე, შემეკამათებოდა ალბათ და მეტყოდა რომ მაშინ კატარაქტის განვითარებისას რას ვაკეთებთ. კატარაქტის განვითარება ლაზერული კორექციის შემდგომ ისევე მოხდება, როგორც მის გარეშე. შესაბამისად, როდესაც დადგება ექსულიად სხვა პრობლემაა. აბსოლუტურად სხვა პრობლემაა. საინტერესო რა არის, აი ისევ რომ მივუბრუნდეთ პრესბიონდის საკითხს, ხო? პრესბიონდის შემდგომ ჩვენ თუ დაგვჭირდა კატარაქტის ოპერაცია და ჩავისვით მონოფოკალური ლინზა, ერთფოკუსიანი ლინზა, რაც ძირითადად ორიენტირებულია შორმანძილზე, ჩვენ ეფექტს შორი დაახომხედობისას მაინც ვინარჩუნებთ. ანუ ლაზერის ეფექტური რჩება. ლაზერის ეფექტი ოპერაციის მერეც ეფექტურია. იმისთვის რომ ეს ეფექტი მივიღოთ დღევანდელ დღეს არსებობს. ახლა ჩვენ თუ მაგალითად პაციენტმა მოგმართა უკვე კატარაქტით და უნდა ამ ეფექტის მიღება. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ის ლინზა, რომელშიც ეს სფერული აბერაციები ჩადებულია, ანუ ეს გაწერილი ფოკუსური EDOF ლინზები ქვია, რომელიც ფანტასტიკური საშუალებაა. ჩვენთან ეს ყველაფერი არის, კიდევ ერთხელ უნდა არსებობს და ჩვენ შეგვიძლია რომ მათ შევთავაზოთ ეს EDOF ლინზები და გავაკეთოთ აი იგივე ეფექტის მიღწევა. ზედა ზღვარი ლაზერულ კორექციას არ გააჩნია.